დენიზა სუმბაძე, რამაზ ბეჟანიშვილი, ჩვენ ვეკითხებით კაცობრიობას, ბროშურა. მამა ამირან ამირანაშვილი, ჩემო სამშობლო კავკასიო გადგას გვირგვინა, ჩვენს მწვერვალებზე აღმართულია ჯვარ მონასტრები, გაბწყინდება ივანიე ბრძანებს უფალი, ზეციდან გვესმის წინაპართა უკვდავი ხმები. წინამდებარე ბროშურა ქვეყნდება საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი მოძღვრის თბილისის ამაღლების ეკლესიის წინამძღვრის მამა ამირან ამირანაშვილის ლოცვა კურთხევით. დენიზა სუმბაძე, რამაზ ბეჟანიშვილი, ჩვენ ვეკითხებით კაცობრიობას, 2025 წელი, თბილისი. რედაქტორი მორისონ ქობულია, ისტორიკოსი, საზოგადოებათმცოდნე, აკადემიკოსი, მხატვარი გიორგი ნათაძე. ქალბატონი დენიზა გახლავთ ქალაქ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გაერთიანების, თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეების ეროვნული პრობლემების ანალიტიკური დარბაზის, ნიუ-იორკის ამერიკის შეერთებული შტატების ბიბლიის შემსწავლელის ქართოლოგიური ცენტრის ბიბლია და საქართველოს სრულიად საკაცობრიო თეოლოგიური პოლიტიკური მოძრაობის მესიის მახუნი, ანუ ერის უფლება და ღირსების პოლიტიკური გაერთიანება, ჰელსინკის კავშირი დამფუძნებელი ზვიად გამსახურდია და მერა კოსტავას ლიდერობით მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელებული მოძრაობისა და 1994 წლის 31 მარტის სახალხო რეფერენდუმის უფლებათა და ღირსებათა დოქტორი, პროფესორი. წინა სიტყვაობა, წინამდებარე ბროშურა, რომელსაც ქვია ჩვენ ვეკითხებით კაცობრიობას, წარმოადგენს ჩვენი დღევანდელი მომავალი თაობის პირველ გამოსვლას მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე შეკვითხვის დასმის წესით. ამასთან პასუხის მოპოვებისათვის კაცობრიობისაგან თავად კაცობრიობისავე სასიცოცხლოს უმნიშვნელოვან პრობლემებზე თავისი პირველი გამოცემით იგი ეს ბროშურა ამჯერად მომზადდა და წარმოდგენილია კაცობრიობის 4 ენაზე: ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენაზე. ამ მათ მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მოპოვების საბაბად, როგორც დავინახავთ, მათ მიერვე აღიარებულია და მიზანშეწონილად განცდილი გამოხმაურება რუსეთის პრეზიდენტის ბატონ ვლადიმერ პუტინის იმ წერილზე, რომელთაც ის მიმართავს მეორე მსოფლიო ომში მებრძოლ ქართველ ვეტერანს, მეორე მსოფლიო ომში ერთად გამარჯვებიდან საზეიმო თარიღის 80 წლისთავის 2025 წლის 19-ის მისალოცად. ჩვენ ძველი თაობისათვის რაიმედის მომცემ ჟღერს საქართველოში არსებული ერთი პატარა საქველმოქმედო ინტელექტუალური ორგანიზაციის ერის შვილების დამფუძნებლის რამაზ ბეჟანიშვილის გამოხმაურების წერილის შინაარსი რუსეთის პრეზიდენტის ბატონ ვლადიმერ პუტინისადმი, რომელიც ეს წერილი ქართველ ვეტერანებს გერმანიის ფაშისტზე ერთად გამარჯვების მე-80 წლისთავის საზეიმო თარიღის აღსანის დავად წარმოუგზავნა. დღეს კაცობრიობა გარდაული კატასტროფის წინაშე დგას. ამ ფაქტის მთავარი მიზეზია არა მხოლოდ ადამიანთა უგუნური და გაუაზრებელი ქმედებები, არამედ გერმანელი ფაშისტებისაგან წამებული და მათი საკონცენტრაციო ბანაკების კრემატორიუმებში მილიონობით გამომწვარი ებრაელი ერის შვილების და არა მარტო მათი დღევანდელი შთამომავლობის მიზანმიმართული და შურისმაძიებელი გეგმა პროექტი თეორია, რომელიც გაჟღერებულია და ჩამოყალიბებულია მსოფლიოს ეგრეთ წოდებული ახალი წესრიგის საიდუმლო და ნახევრად ლეგალიზებულ დოკუმენტში, რომლის მთავარი შინაარსი და ამოცანაა მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შეჩერება ახლანდელი მოსახლეობის 9 მილიარდიდან 8 მილიარდის განადგურება და ეგრეთ წოდებული ოქროს მილიარდამდე დაყვანა. დედამიწის მოსახლეობის ომით, ავადმყოფობებითა და შიმშილის შემცირების იდეა მომდინარეობს ინგლისელი უდიდა ფილოსოფოსის თომას რობერტ მალთუსის ნაწარმოებიდან ხალხთა მოსახლეობის შესახებ, რომელიც აიტაცეს მე-19 საუკუნის ბურჟუაზიულმა ოლიგარქებმა და თავიდანვე სახელმძღვანელო იდეოლოგიად აქციეს. მეცნიერულ კომუნიზმის თეორეტიკოსებმა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა ამ იდეას უწოდეს რეაქციული თეორია. მიუხედავად ამისა, სიონისტური მოძრაობის ლიდერმა აკადემიკოს ვაიტჰაუპტმა, ალბერტ პაიკმა და სხვებმა თომას მალთუსის
თეორიაზე დაყრდნობით დაგეგმეს და იწინათ პრომეტყვის სოფლიოში სამი ომი, რომელიც მათ დასახელებულ დროში დაიწყო და საშინელი ხოცვა-ჟილეტა მოუნდა კაცობრიობას, ხოლო ებრაელებს გაუგონარი გენოციდი და ყველაზე დიდი მსხვერპლი. ახლა კი, როდესაც მესამე მსოფლიო ომი სულ უფრო და უფრო ფართოვდება და ღრმავდება, ხოლო კატასტროფა ყველასათვის ნათელი ხდება, თანამედროვეობის უდიდესი და უფაქიზესი მოაზროვნე, ფილოსოფოსის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგი და კვლევარი ქალბატონი დენზა სუბაძე გაოცებული და შეშფოთებული კითხულობს, ვინ წარმოიდგენა, რომ დღეს წამებული ებრაელი ხალხის წარმომადგენლის თანამამავლები, ეგრეთ წოდებული სიონისტური მოძრაობა მოგუევლინდებოდა ბაქტერიოლოგიური ომებით შესეული მთელი მსოფლიოს ხალხებზე და მსოფლიოს ეგრეთ წოდებული ახალი, ანუ სიონისტური წესრიგით წინამძღვრად იქნებოდა წარმოდგენილი მსოფლიოს მყრობელად. მისივე აზრით კიდევ უფრო გასაოცარი ის ფაქტი, რომ დღეს ეს წამებული ხალხი ისტორია გამოვლი სიონისტურ მოძრაობას მილიონობით ადამიანის ხოცვა-ჟლეტა არ მიაჩნია არც ადამიანის წამებად, არც ბოროტებად, არც ფაშიზმად, არც ველურობად, პირიქით მიაჩნია რჩეული არის ბიბლიურ უფლებად. ჩვენი ღრმაწვენი დამაფიქრებელი და მისაღებელია თანამედროვეობის უდიდესი მოაზროვნის, ფილოსოფოსის, მეცნიერებათა დოქტორის, თეოლოგის, პატროლოგისა და ღვთისმოძებული ქალბატონის დენზა სუბაძის წინადადება, რომ დაიწყოს მეცნიერული კვლევა-ძიება მსოფლიოს მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევით ებრაელი ერის ღირსეული ქომაგის ებრაელი ოჯახის წინამძღვრის დიდი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის კარლ იასპერსის ფილოსოფიური ანალიზის შესწავლა, ანუ ებრაელი ერის შვილების მიერ მსოფლიოს წინაშე წარმოდგენილი ებრაელი ერის ღვთისგან ბოძებული წმინდა წერილის ბიბლიის, როგორც მათი საიონისტური მოძრაობის მანდატის შეფასებისა, ამის შესახებ, რომ მათ ებრაელებს ღმერთისგან აქვთ ბოძებული უფლება, რომ განუსაზღვრელად იბატონონ მთელ დედამიწის მოსახლეობაზე. თუ ეს აცია, მაშინ რა ხდება დედამიწაზე ან კოსმოსში დღეისათვის? მსოფლიო მეცნიერების გათვლებით, რომლის შემაჯამებელი მოხსენებას მსოფლიო საზოგადოებას გააცნო ამ მეცნიერთა ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა ეგონ ჩოლოკიანმა მაშინ ნათქვამია, რომ 2030 წლამდე მსოფლიო პოლიტიკის ლიდერებმა არ გამოუყვეს მეცნიერებს სათანადო თანხები, რომლის მეშვეობითაც მას შესაძლებლობა იქნებოდა შეემუშავებინათ ისეთი მეთოდები და მექანიზმები, რომელიც მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა დედამიწაზე აეცილებინათ კოსმოსიდან მომდინარე დამანგრეველი ძალები, ის დარტყმები და იქნებ შეეჩერებინათ კიდევ დედამიწაზე მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხეები. მსოფლიო ლიდერები და გაეროს ხელმძღვანელები ამ იდეას სამწუხაროდ დუმილით შეხვდნენ. ჭეშმარიტი სახოვანი ღმერთისთვის დაფარული არაფერი არ არის. ამიტომ იგი ეკოლოგიური კატასტროფები და სხვა მინიშნებებით გვაფრთხილებს, რომ თუ კი კაცობრიობა არ დადგება მშვიდობისა და დემოგრაფიული განვითარების გზაზე, ღვთისნები დედამიწაზე სიცოცხლე შეწყდება. ერისშვილების თავმჯდომარე რამაზ ბეჟანიშვილის ხვანს გვინდა შეუერთოთ ჩვენი ძველი თაობის ხვანს და ვიკითხოთ, რა ჯობია გავაგრძელოთ არ გამოცხადებული მესამე ომი, თუ მსოფლიო მეცნიერებს მივცეს საშუალება ერთობლივად დაიწყონ ებრაელი ერის ერთ-ერთი ღირსეული ოჯახის წარმომადგენლის, დიდი ფილოსოფოსის კარლ იასპერსის ანდერძის შესწავლა. ჩვენ ქართველებმა კი ძველი და ახალი თაობის სახელით გვინდა მივმართოთ იქიდან მხარეს. ჰეი, ებრაელო წამებულო ხალხო, არ დაგავიწყოთ ქართველი და ებრაელი ერების 26 საუკუნოვანი მეგობრობა. ერთად გავაფრთხილდეთ სამყაროს უსასრულობაში მდებარე თვითბოძებულ ერთადერთ სახლს კაცობრიობისას. ჩვენი გამარჯვება დედამიწის გადარჩენაა. რუსეთის ახლა წარმოგიდგენთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2025 წლის 30 აპრილის მიმართვის ქართული თარგმანი დიდი სამამულო ომის ვეტერანებს საქართველოს მოქალაქეებს. ვიფასო ვეტერანებო, პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, გულითა და დგილოცა ჩვენ საერთო მტრის ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ საიუბილეო თარიღს რუსეთს და საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნებში არასოდეს დაივიწყებენ დიადგმირობებს და უმძიმეს გამოწვევებს, რომელიც წილად ხვდა ჩვენს მამებს და პაპებს. ისინი
მხარდამხარებდნენ მტრებს როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე მუხლმოუხრელი ზურგში შრომობდნენ, რათა მოეახლოვებინა ნაცისტზე გამარჯვება. დღეს ჩვენი წმინდა ვალია შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ მეგობრობის კეთილი ურთიერთდახმარების ტრადიციები. ჩვენ არ დავუშვათ დაიწყებას მიეცეთ საქართველოს და რუსეთის საერთო ისტორიის გმირული ფურცლები. მთელი სული და გულით გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდე და ხანგრძლივ სიცოცხლეს, ყველა საქართველოს მოქალაქეს კეთილდღეობას და წარმატებას. ახლა რუსეთის პრეზიდენტ ბატონ ვლადიმერ პუტინს საქართველოს ფუნქციონირებადი საზოგადოების გაერთიანების ერისშვილების წერილი. მის მიერ ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ ქართული ვეტერინარული წარმოგზავნილ 2025 წლის 9 მაისის მისალო წერილზე გამოხმაურებისთვის საზოგადოების გაერთიანება ერისშვილები დაფუძნებულია ბატონი რამაზ ბეჟანიშვილის მიერ ინტელექტუალური ქველმოქმედების პროფილით, რომელიც იდეოლოგიური მსოფლმხედველური მრჩევლად და წარმმართველად ბატონი რამაზ ბეჟანიშვილის მიერ მიწვეულია ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სრულიად საქართველოს, სრულიად საკაცობრიო თეოლოგიური პოლიტიკური მოძრაობის მესიის მახვილი ერისუფლება და ღირსების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი დენიზა სუმბაძე. ერისშვილების მიმართვა ბატონ ვლადიმერ პუტინს 2025 წლის 9 მაისის წერილზე გამოხმაურების მიზნით. სრულიად საქართველოს ერთ-ერთი პატარა და მოკრძალებული საზოგადოებრივი გაერთიანება ერისშვილები დაფუძნებული 10 წლის წინ ინტელექტუალური ქველმოქმედების პროფილის ქართველი ახალი თაობის წარმომადგენლის ბატონი რამაზ ბეჟანიშვილის მიერ მთელი თავისი შემადგენლობით მოკრძალებით მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს ბატონ რამაზ ბეჟანიშვილის სახელით. ქართველად წინამდებარე გამოხმაურების ბატონი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2025 წლის 9 მაისის მოსალოდ წერილზე საბჭოთა კავშირის სამამულო ომში მონაწილე ქართული ვეტერინებისადმი და საერთოდ მთელი ქართული ხალხისადმი. ამ გამარჯვების პირველ დღიდან 1945 წლის 9 მაისიდან 80 წლისთვის აღსანიშნავ დიდი საზეიმო თარიღის შესრულების შეხსენებით. თავად მის აღმატებულების რუსეთის პრეზიდენტის ბატონი ვლადიმერ პუტინისაგან წუხსრა რუსეთის პრეზიდენტი მომავალი თაობის საჭირო ცოდნაზე საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის მნიშვნელობის შესახებ გსურს და გწამს, რა თავს ნებას ვაძლევთ, გამაცხადოთ საქართველოს მომავალი თაობების სახელით, რომ დადგება დრო, როდესაც დღევანდელი ქართველი ახალგაზრდობა უფრო დიდი სიამაყითა და რწმენით მოიხსენია თავისი ვეტერანი მამებით შთამომავლობას და დამსახურებას მეორე მსოფლიო ომის წარმმართველი დიდი ბელადის, რომელსაც თქვენ ყველაზე აღმატებული ღირსებით აფასეთ. დღევანდელ მსოფლიოში და უსათუოდ იმსახურებთ მთელი ქართული ხალხის შეგნებულ ახალგაზრდობას უდიდეს მადლობას. გვინდა გავუწყოთ, რომ შემთხვევითი არ გახლავთ, არ ჩვენი საზოგადოების გაერთიანების დამფუძნებელისა და ხელმძღვანელის ბატონი რამაზ ბეჟანიშვილის აღელვება თქვენი წერილით, როგორც დიდი სტალინის დამფასებელსა და თაყვანისცემლის. ბატონი რამაზი ამაყობს და მადლობას წირავს უფალს, რომ იგი დაბადებული და გადილია სტალინის სამშობლო ქალაქში, გორში და მის განცდაში ყველა დამსახურებას თქვენისას დიდი ბელადის თქვენეული ღირსეული დაფასებას აგვირგვინებს, ასე რომ ჩვენ ვეუბნებით მის დაფასებას დიდი ხელა ბელადისას და თქვენს დაფასებასაც დიდი ბელადის დამსახურებისას, რომელსაც ძალიან მოკლედ ეგრეთ წოდებული ფაშიზმზე, როგორც კაცმოძილეობაზე კაცმოყვარეობის გამარჯვება ქვია. რამაზ ბეჟანიშვილი რუსეთის პრეზიდენტ ბატონ ვლადიმერ პუტინს თქვენო აღმატებულებო. დიდი რუსეთის უღირსეულოსო და უერთგულოსო პრეზიდენტო, უღრმესად პატივცემულო ბატონო ვლადიმერ, მოგესალმებით საქართველოს დედაქალაქიდან, ჩემი და ჩემი დაფუძნებული საზოგადოების გაერთიანების ერისშვილების სახელით, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ ქველმოქმედებას, ანუ მართალი და ჭეშმარიტი აზრის მოქმედებას, ანუ მართალი და ჭეშმარიტი აზრის გავრცელებისათვის ზრუნვას, როგორც ჩვენი მშობლიური ხალხის
ცნობიერებაში, ასევე სოფლიო საზოგადოებრივ ცნობიერებაში, სოფლიო პოლიტიკურ რეალობამ ეს საჭიროება გვიკარნახა, როგორც ერთ-ერთი გარდაუვალი აუცილებელობა. მადლობელი ვარ და მაქვს პატივი რუსეთში მოღვაწე ჩემი მეგობრის წარმოგზავნით მიღებული თქვენი მოსალოცი წერილი წამეკითხა. ჩვენი ქართველი ვეტერანებისადმი 2025 წლის 9 მაისის სადაც საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის გამარჯვების პირველი დღიდან 1945 წლის 9 მაისიდან 14 წლისათვის აღსრულების საზეიმოდ თანხმობის აღნიშვნის საჭიროებასთან დაკავშირებით. დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური გარემოცვაში იმ ქაოსურ პოლიტიკურ სუფევაში, რომელსაც დღეს მთელ მსოფლიო ვიმყოფებით, იმდენად დიდსულოვანი და გულისშემდრელია თქვენი წერილი, რომ დღე-დღე ვერ განთავისუფლებულ ვარ წყურვილისაგან და შინაგანი მორალური ვალდებულების შეგრძნებისგან, რომ მადლობა გითხრათ მარტო ჩემი პიროვნული და ჩემი პატარა საქველმოქმედო ორგანიზაციის ერიშვილების სახელით კი არა, მხოლოდ არამედ მთელი ჩემი ხალხისა და ქვეყნის სახელით. მადლობა გითხრათ ჯერ ერთი იმიტომ, რომ თქვენ მორალურად დაამარცხეთ თქვენი ამ წერილით ჩვენი ქვეყნების და ხალხების სახელმწიფოებრივი ეგრეთ წოდებული მსოფლიოს ახალი წესრიგით გამოწვეული დაშორიშორება და შეახსენეთ მსოფლიო ხალხების ის წარსული, რომელიც ამოიშალა ჩვენი ცხოვრებიდან. შეუძლებელია. რამხელა ტრაგედიაა ყველა ჩვენთან დატეხილი ის რეალობა, რომ მეორე მსოფლიო ომის მონაწილენი ყველანი ერთად არ ვზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანესი მსოფლიო მოვლენის სადღესასწაულო დღეს მთელი მსოფლიო ხალხებისათვის, მთელი მსოფლიო ხალხებთან ერთად. ეს ჩვენი სამამულო ომის საბჭოთა კავშირის ხალხებისა, რომ მეორე მსოფლიო ომად იყო გარდაცახული. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი წერილი ისტორიული წერილია არა მხოლოდ ქართული ვეტერანებისათვის, არამედ მთელი მსოფლიოს ხალხებისათვის, ფსიქოლოგიურად, მორალურად ამაღლებებით და საჭიროდ და დამაფიქრებელით. მსოფლიო ხალხების ცხოვრებაში მიმდინარე დღევანდელი პოლიტიკური პროცესების ანალიზისა და საერთოდ სადღეისოდ საკაცობრიო ვითარების კონტექსტში. სად არის ტრაგედია და სარკაზმი და კომედია? რაშია საოცრება და რაში კანონზომიერება? თქვენეული მილოცვა მეორე მსოფლიო ომისა, ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებისათვის, დიდი სამამულო ომის მონაწილე ქართველი ვეტერანებისათვის, რომლებიც წლების წინ საბჭოთა კავშირის ხალხთან ერთად ზეიმობდნენ სამამულო ომში გამარჯვების დღეს 9 მაისს და რომელიც ეგრეთ წოდებული ფაშიზმზე გამარჯვებისა და ებრაელი წარმომავლობის წარმომადგენელი ადამიანების მაწამებელი ძალაზე და საერთოდ ადამიანების წამებაზე გამარჯვების დღეც იყო. ვინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ეს წამებული ხალხი წარმომადგენლები ეგრეთ წოდებული სიონისტური მოძრაობა მოგოვლინებოდა და ბაქტერიოლოგიური ომებით შემოსეულ მთელ კაცობრიობაზე შურის საძიებლად, ანუ მთელი მსოფლიოს ხალხებზე, ანუ მსოფლიოს ეგრეთ წოდებული ახალი, ანუ სიონისტური წესრიგით წინამძღვრად იქნებოდა წარმოდგენილი მთელი მსოფლიოს სახელმწიფოთა პოლიტიკური მმართველობის პრეტენდენტად, მოგოვლინებოდა მესვეურად და უფლებამოსილად მსოფლიო ხალხებისათვის სახელმწიფოებრივი კანონიზაციების დამდგენელის მფლობელად. ასე რომ თითქოს ნაირ-ნაირი ვირუსებით ადამიანის ხოცვაზე და არავითარი დანაშაული არ იყოს. უფრო დიდი საოცრება ის არის, რომ დღეს ამ წამებული ხალხის ისტორია გამოვლილ სიონისტურ მოძრაობის მილიონობით ადამიანის ჟლეტა არ მიაჩნია არც ადამიანის წამებად, არც სინათლიდან მათივე ღმერთისგან წარმოგზავნილი და მოსე წინასწარმეტყველის შემოტანილი 10 ცნებიდან ღვთიური მორალის არაკაცკლას დარღვევად, არა ბოროტებად, არც ეგრეთ წოდებულ ფაშიზმად და არც ველურობად პირიქით მიაჩნია შეულიერის ბიბლიურ უფლებად. ჩვენი ჯერჯერობით პატარა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც სწორი და მართალი აზრის მხარდაჭერა მიგვაჩნია ინტელექტუალურ ქველმოქმედებად და რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა შთამომავლების მომავალი თავებს ვეკუთვნით, ჩვენ ერიშვილები ვეკითხებით კაცობრიობას, ანუ ვეკითხებით მსოფლიო საზოგადოებრიობას. პირველი, რომელი იდეოლოგია ეჭირდება დღეს კაცობრიობას, ხალხთა მეგობრობისა და ერთიანი პლანეტარული პოტენციალის ზრუნვა მოსალოდნელი და მეცნიერული
ნაწილნაწარმეტყველები შესაძლო და მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფებიდან თავის აცილებისა, ანუ იდეოლოგიურად მთელი კაცობრიობის შეერთებული ძალით ზრუნვისა ჩვენი პლანეტა დედამიწის კაცობრიობისათვის ღვთით ბოძებული სახლის განკურნება გადარჩენისათვის და მსოფლიოს ეკოლოგიური პოლიტიკის შემოყალიბების. თუ იდეოლოგია და პოლიტიკა კაცობრიობაზე შურისმაძიებელი ბიბლიური პიროვნების ებრაელი ერის პირველი დიდი მოძღვარისა და პატრიარქის აბრაამის იმპერიის შექმნისა, პლანეტარული ბაქტერიოლოგიური ომებითა და 9 მილიარდიანი კაცობრიობი და 8 მილიარდის განადგურების პროექტით, ამისთვის რომ როგორც დენზე სუმბაძე გამატას აბრაამის იმპერიას მმართველობისთვის 1 მილიონი კაცობრიობიდან ბრიობაზე აღმატებული პლანეტა არ ჭირდება. ერთი სიტყვით ჩვენ ვეკითხებით თავად კაცობრიობა და მსოფლიოს საიონისტურ მოძრაობას, ვეკითხებით დღევანდელ მსოფლიოს საზოგადოებრივობას, ხალხთა მეგობრობის ძალით შექმნილი ერთიანი პლანეტარული პოტენციალით დედამიწის გადარჩენისათვის ზრუნველი იდეოლოგია ჭირდება დღეს კაცობრიობას თუ საკუთარი 9 მილიარდიანი ვინაობის თვით მკვლელობის იდეოლოგია ბაქტერიოლოგია ომები და მთელი პლანეტის იმავდროული სოდომ გომერიზაციით თავისუფლებას მივცემთ ქართულ ხალხის მიერ საქართველოსთან სამართლიანი გავლენის საქართველოს ქალბატონ პრეზიდენტის მიერ მოპოვებული ერთი საინტერესო ეპიზოდი გაგიზიაროთ. ქალბატონო სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ბოდიში აქვს მოსახდელი ქართული ხალხის წინაშე თავისი ანტიეროვნული ინტერესების გამო ერთი საინტერესო ინფორმაცია აჩუქა საქართველოს და მსოფლიოს საზოგადოებრივობას. ეს ინფორმაცია მას გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნა ქართულ საზოგადოებას, ხოლო მსოფლიოს საზოგადოებრივობას საფრანგეთის რადიოთი ამცნო. ერთ-ერთი თავისი გამოსვლით. მოგეხსენებათ აღიარებულმა საქართველოს არის ერთ-ერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც არასდროს ყოფილა ებრაელთა დევნა და შევიწროება. ერთი მის ხალხთაც კი არსებობს აღიარებული აზრი 20 საუკუნეობრივ ქართულ ებრაულ მეგობრობაზე, რითიც ისრაელში დიპლომატიური შეხვედრების დროს ქალბატონ სალომეს დაუმსახურებია ისრაელის დიპლომატებისგან ნაბოძები საამაყო ქათინაური. თქვენ ერთადერთი ხალხი ვართ მსოფლიოში, ვისაც ბოდიში არ აქვს მოსახდელი ჩვენ წინაშე. ებრაელი ხალხის წინაშე. უთქვამთ ქართულ ებრაელ დიპლომატიურ შეხვედრების დროს. ხო ებრაელ დიპლომატებს საქართველოს პრეზიდენტის ქალბატონისთვის ამ ადამიანური უნებლიობით ან შეგნებული იგავმეტყველური განცხადებით ან სიტყვითი ნაბოძები აქვს თავიანთი საიდუმლო აღსარება იმისა, რომ დღევანდელი მსოფლიოს ეგრეთ წოდებული ახალი წესრიგი, რომელიც სიონისტურ მოძრაობას მოყვა, ანუ ებრაელი ერის წინამძღვრად მოძრაობის იმ ებრაელი ერისას, რომელსაც ამ მოძრაობის მანდატი ბიბლია ბოლო მათივე განცხადებით ღმერთის შურისმაძიებელი ღმერთია. ლოგიკურია მათ სიტყვებში ამოვიკითხოთ შურისმაძიებლის სახით, რომ მათი მსოფლიო წესრიგის ქვეტექსტის ბოდიშის მოხდის გამოძალვაა წარმოდგენილი მსოფლიო ხალხებისაგან და ფაქტიურად ნიშნავს შურისძიების აღიარების მსოფლიოს ხალხებზე, რომელსაც ებრაელი ერის წარმომადგენელი იდევნებოდნენ მთელი მათი ცხოვრების ისტორიის მანძილზე დედამიწის ყველა კონტინენტზე და ყველა ქვეყანაში და ყველა დროში. მსოფლიოს ეგრეთ წოდებული ახალი ან დღევანდელი სიონისტური წესრიგით აღიარებული შურისმაძიებლად მსოფლიო ხალხებზე, რომელსაც მსოფლიო სიონისტური პერესტროიკაც ჰქვია. ანუ პერესტროიკა უცხო ქვეყნებში გმურებად დაბინავებული ხალხების მიერ პერესტროიკა კვიდრი ხალხებისა სრულიად ნათელს ხდის ერთ ძნელად გასახმამაღლებელ სიმართლეს. მსოფლიო ხალხები რუსეთ-უკრაინის შეერაღებული დაპირებების ვითარების გამო კი არ იმყოფებიან მესამე მსოფლიო ომის საფრთხეში, არამედ კაცობრიობა უკვე იყოფება მესამე მსოფლიო ომის ვითარებაში, რომელიც უფრო ერთ მხარეს არის სიონისტური მოძრაობის მიერ შექმნილი მსოფლიოს მხარე თავისი საიდუმლო მთავრობის სახით მმართველია. ამჟამად
სტეიტად წოდებული საიდუმლო მთავრობის სახით მმართველია მსოფლიოს ეგრეთ წოდებული ახალი წესრიგის, ხოლო მეორე მხარეს გაუგებრობაში მყოფი და ხშირად გამოთაყვანებაში გადაყვანილი მსოფლიო, რომელიც უკვე იმყოფება თავისი მდგომარეობის მესამე მსოფლიო ომში, პროცესებში, რომელთაც სიონისტური მოძრაობა იკავებს გზას მსოფლიოს დაპყრობისა და საკუთარი, ანუ სიონისტური იმპერიის შექმნისკენ, მსოფლიოს ყველა ხალხის ერთეროვნული იმპერიის მმართველობისკენ. ეს მიზანდასახულება მათი ასახულია ღიად საინტერესონისტური მოძრაობის პირველ დამფუძნებელთა განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ მანდატი, ანუ უფლება მოსილება, როგორც მათი მოძრაობის იურიდიული მსოფლმხედველობრივი, ამასთან წმინდა წერილი აღიარებული დოკუმენტი ბიბლიაა. ძალიან მოკლედ ეს ბიბლიური მანდატი დღესაც გამოხატულია მათივე თეორეტიკოსების პრინციპებში, როგორც კანონზომიერი უფლება მოსილება ებრაელი ერისა მსოფლიოს ხალხებისა და მათი ქვეყნის დაპყრობისათვის, მაგალითისათვის კმარა ცნობილი სიონისტ ლეიბა ტროცკის მსოფლმხედველობრივი ფორმულირება სიონისტური დღევანდელი მოძრაობის. Бог оставил нам мир и мы им владеем. ეს ციტატა გადამოწერილი გვაქვს წიგნიდან სუც სიონიზმა. ლეიბა ტროცკის გაგრძელება მათივე ერთ-ერთი ცნობილი თეორეტიკოსის ბზეჟინსკის უგუნური თეორია მსოფლიო დიდი საჭადრაკო დაფის, რომელიცაც ამაოდ ეწირება საცუდავი და მოტყუებული უკრაინა და უკრაინელი ხალხი, რომელიც თავს ყველაზე დიდ დამცველს ვერაცნობიერებს და მტრები მიაჩნია დამცველებად. უკრაინის დამოუკიდებლობის დამცველებად გამოგონილი ავანტიურისტული მსოფლიო იძულებულს ხდის რუსეთს. ყალბი და თვალთმაქცი სოფლიოსათვის წავიდეს შეერაღული დაპირისპირებაზე და საკუთარი ადამიანების სიცოცხლის გაწირვის ფასად იფიქროს მშობლიური დიდი რუსეთის მთლიანობის გადარჩენაზე. შემთხვევითი არ იყო, რომ 1975 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიო ხალხების ასამბლეაზე ორი ასეული სახელმწიფოს წარმომადგენლობით სრულად ერთოსულოვნად მიიღო რეზოლუცია მსოფლიოს სიონისტური მოძრაობის შეფასებისა და განაცხადა, რომ სიონიზმი არის რასიზმი, ანუ კაცმოძულეობის რასისტული სახეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი გადასახედიდან, რომ 1975 წლისთვის მსოფლიო საზოგადოებრივ დონეზე შეძლო გაცნობიერება სიონისტური მოძრაობის ფუნდამენტალური ბუნებათვისებრიობის, ჯერ კიდევ სიონისტური მოძრაობის იმ ეტაპზე, რომელითაც აბრაამის იმპერიის შექმნა არ იყო განცხადებული ბაქტერიოლოგიური ომებით და 9 მილიარდიანი კაცობრიობისაგან 8 მილიარდის ამოხოცვის აუცილებელი პროექტით. ჩვენ ვიმყოფებით რეალობის წინაშე მსოფლიომ, რომელმაც შეძლო იდეური მორალური გაერთიანება ეგრეთ წოდებული ფაშიზმის უარყოფისა და დამარცხებისათვის, დღეს იმყოფება სიონისტური რასიზმის წარმოუდგენელ მსოფლიო პოლიტიკურ მმართველობაში, რომელსაც მსოფლიოს ახალი წესრიგი ჰქვია და ადამიანის ხოშვა-ჟლეტა ბაქტერიოლოგიური ომებით მსოფლიოს წესრიგის არის მონათლული და სამართლებრივადაც კი მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ხალხებისათვის უკვე საუკუნეები კი არა ათასწლეულებია, რაც ნაცნობია ებრაელი ერის წმინდა წერილი, მოვლენილი მათივე ინიციატივით ბიბლიად, იუდაიზმისა და ქრისტიანობის წმინდა წერილის გაერთიანებულ კრებულად, ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის. ამჯერად იუდაისტურ სიონისტური აზროვნებამ, რომელმაც კაცობრიობის ქრისტიანული ოთხთავის სახარების სანაცვლოდ იუდას სახარებას მომზადა სახარების რომ ლითად თურმე ებრაელებს კი არ გაუკრავს ჯვარზე იოსო ქრისტე, არამედ თვითონ იოსო ქრისტე დავალებით მომხდარა ეს ჯვარზე გაკვრა. მისი ყველაზე უსაყვარლესი მოწაფის იუდას მიერ მორჩილებითა და ქრისტეს საიდუმლო დავალებით ასრულებით. თურმე თვითონ ქრისტეს მიაჩნდა ჯვარზე გაკვრა ის რიტუალი თავისი ავტორიტეტის გახმაურებისათვის საჭიროდ. მოგეხსენება დღეს იუდას სახარება მსოფლიო ალბათ ყველა ენაზეა თარგმნილი და გამოქვეყნებული პოპულარული საკითხები ჟურნალების გზითაც კი
აღმოჩნდა რომ იესო ქრისტეს წამება ებრაელების ცოდვა კი არ არის კაცობრიობის ანუ უფლის წინაშე, არამედ თავად უფლის იესო ქრისტეს სტრატეგია, მისივე სახელის განდიდების მიზეზი. ეს სიონისტური ინტერპრეტაცია იესო ქრისტეს ჯვარცისა, სოფლიო სიონისტური პერესტროიკის მიზეზი, რომელსაც იგულისხმება, რომ სოფლიო იუდაიზაციას შედის. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე მსოფლიო ომი დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური გადასახედიდან სრულიად სხვა შეფასებითა და შთაბეჭდილებით აღიქმება. იგი თითქოს ერთგვარი სამზადისით არის დღევანდელი მსოფლიოს ეგრეთ წოდებული ახალი წესრიგის, რომელიც სინამდვილეში უკვე მესამე მსოფლიო ომიო კაცობრიობის ისტორიის, მსოფლიო მასშტაბის სიონისტური მოძრაობის წარმოდგენილი ერთი ერისა, მთელი მსოფლიოს ხალხების მიმართ. შურისმაძიებელი ომი ებრაელი ერის წარმომადგენელთა დევნა შევიწროების გამო მსოფლიოს ყველა ხალხის მიერ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ყველა დროში. მოგეხსენებათ არდებოდა აზრი, რომ თვითონ სიონისტური მოძრაობის წინამძღოლი დაინტერესებულნი იყვნენ მეორე მსოფლიო ომში გერმანელთა მიერ ებრაელთა წარმომადგენელი ადამიანების წამებით. დღევანდელი პოლიტიკურ გარემოცვაში ძლიერდება ეს აზრი, რადგან დღევანდელი ეგრეთ წოდებული მსოფლიოს წესრიგის მესვეური სიონისტური მოძრაობა თვითონ ჩანაფიქრით თავიანთი ეროვნული გენის წარმომადგენელთა წამებით გერმანელთა მიერ, ანუ გერმანელთა მიერ ებრაელთა წამებულობის დემონსტრაციით, მსოფლიო ხალხების განწყობა ებრაელთა დევნისას ყველა ქვეყანაში და ყველა დროში. სულიდა მსოფლიო ხალხების ახალი განწყობით ებრაელი ხალხისადმი, სულიდა ებრაელი ხალხისადმი დევნით ჩადენილი უსამართლობის აღიარებით და მათდამი მორალურის აღძვრით, სიბრალულისა და თანადგომის გრძნობით, რითაც ფაქტიურად სამომავლოდ თავიანთი მიზანდასახულობის ხარდამჭერებად ამზადებდნენ მსოფლიოს ხალხებსა და საერთოდ მსოფლიოს საზოგადოებრივებას. შეიძლება ითქვას პირდაპირაც, რომ მსოფლიოს ხალხების განწყობას ამზადებდნენ ფსიქოლოგიურად. ახლა მსოფლიო მხედველობისთვის, მსოფლიო სიონისტური დაპყრობისათვის ბაქტერიოლოგიური ომებით ამას აკეთებდა მსოფლიო ხალხებისაგან დევნილი უარყოფილი ადამიანის გენი. გერმანელთაგან წამებულობის დემონსტრაციით იგი სიონისტური მოძრაობა ქმნიდა, როგორც ითქვა, საკუთარი წამებულობის ფასად თავისი სამართლიანი შურისძიების ეგრეთ წოდებული მსოფლიოს ახალი, ანუ სიონისტური წესრიგის პროექტს, ვინ იფიქრებდა, რომ მეორე მსოფლიო ომში ჩართული ებრაელების წამება გერმანელთა მიერ რამდენიმე ხანში წარმოდგებოდა კაცობრიობის წინაშე მსოფლიო მკვლელობის ამბიციის მსოფლიოს ეგრეთ წოდებული ახალი, ანუ სიონისტური წესრიგის სახით. პატივი გვაქვს მოგახსენოთ, რომ ჩვენ ქართულ ხალხს ყავს აღიარებული მოძრაობა ქალბატონ დენზა სუმბაძე, რომელიც ჩვენს მიერ ჩვენი ინტელექტუალური ქვემოქმედებით წარმმართველად ყავს მოწვეული და რომელსაც კარნახითად წინამდებარე წერილი იწერება და რომელმაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ამერიკის პრეზიდენტის ბატონ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გამოაქვეყნა ამერიკის პრეზიდენტისადმი ღია წერილი სათაურით. ჩვენ გავყურნავთ დედამიწას ნეულებისაგან. ამ წერილში თქვენ რუსეთის პრეზიდენტის ეროვნული პოზიციაც არის მოხსენიებული. ჩვენი მოხსენების სახით წარდგენილი ვალდაის კლუბში გვინდა ჩვენთვის ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიერ მიწერილი ბატონ დონალდ ტრამპისადმი, რომელიც დაუპირისპირდა ერების ლიკვიდაციის სოროსისტურ თეორიას და ამით აღაფრთოვანა ქალბატონი საქართველოში შემომტანა ჩამნერგავ მასონისტურ სიონისტური მოძრაობის წარმომადგენელ ედუარდ შევარდნაძის და ამერიკის პრეზიდენტს აუწყა, რომ საქართველოში შემომტანა იდეოლოგიურად ჩამერგავ ერების ლიკვიდაციის თეორიას 1999 წელსვე ქალბატონა დენზა სუმბაძემ დაუფუძნა სრულიად ალტერნატიული სრულიად საქართველოს სრულიად საკაცობრიო თეოლოგიური პოლიტიკური მოძრაობა ერის უფლება და ღირსება. ქალბატონი დენზა სუმბაძე საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე წაკითხული თავისი არაერთი მოხსენებით ბიბლიისტიკაში, რომელიც მან ახალი სიტყვა უთხრა მსოფლიოს საზოგადოებრივ ბიბლიისტიკაში და ამჯერადად დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკური ლანდშაფტიდან გამომდინარე მსოფლიოს საზოგადოებისათვის წამოსწია მე-20 საუკუნის
დიდი მოაზროვნის რელიგიური ეგზისტენციალიზმის ფუძემდებლის კარლ იასპერსის ფილოსოფიური ანდერძი, როგორც იქნება ბიბლიის ანალიზი და შეფასება დღევანდელი კაცობრიობის მიერ, ისეთი იქნება კაცობრიობის მომავალი. მე-20 საუკუნის ცნობილი ფილოსოფოსის და ფილოსოფიური მიმართულების რელიგიური ეგზისტენციალიზმის ფუძემდებელმა კარლ იასპერსმა იგრძნო, რომ საჭირო იყო შეეხსენებინა კაცობრიობისათვის იდგა ჟამი ბიბლიის როგორც კაცობრიობის მიერ აღიარებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნის განხილვისა და ახალი განცხადებული სიონისტური მსოფლიო მოძრაობის შეფასებისა. პირველ დამფუძნებელთა მიერ თავიანთი ცნობიერებით მე-20 საუკუნის გადასახედიდან და იმ დროიდან, როდესაც მსოფლიო რეალობას საყოველთაო განცხადებით უპირისპირდებოდა ებრაელი ერის განმასახიერებელი და წარმომადგენელი სიონისტური მოძრაობა, რომელიც პირველ დამფუძნებელთათვის მათ ნამდვილ მანდატად მსოფლიოს ხალხების წინაშე, თავად მსოფლიოს ხალხების და მათი ქვეყნების დაპყრობისად აცხადებდნენ ბიბლიას. ბატონო პრეზიდენტო დიდი რუსეთის, თქვენ და ამერიკის პრეზიდენტის ბატონ დონალდ ტრამპის მეგობრობის ხელშია კაცობრიობის გადაჭრის პოლიტიკა. ბატონ ტრამპი პირდება მსოფლიოს, რომ უზრუნველყოს მშვიდობას რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული დაპირისპირება. თავისუფლად მივცეთ განმაცხადოთ, რომ გვეოცნებება ბატონ ტრამპის სურვილის ასრულება, რადგან რამდენი ადამიანი ეწირება უმოცარი დიდი საჭადრაკო დაფის თეორიას. თავისუფლად მივცეთ თქვენ და მე დიდი მოკრძალებით თხოვთ შეცვალოთ მსოფლიო პოლიტიკის მმართველობით მიმართული თულება, შეიარაღებული დაპირისპირებისა, ინტელექტუალური და თეორიული სამართლებრივი ბრძოლით, გონით და მეცნიერული პოტენციალით. მაქვს პატივი გითხრათ, რომ ქართველმა მეცნიერმა ქალბატონმა დენიზ სუმბაძე ჯერ კიდევ 1999 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში მონაზონ ელენე კაზიმირჩაკის საპატივცემულოდ გამართულ თბილისის უნივერსიტეტის არეოპაგიტური სამეცნიერო ცენტრის საგანგებო სხდომაზე რუსეთის სასულიერო პროფესორის უმაღლესი წრეების წინაშე წარადგინა მოხსენებად საკითხის დაყენება. რა მიიყვანა დედამიწაზე ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხების საშიშროებასთან. ქალბატონი დენიზ სუმბაძე, რომელიც მთელი თავისი გონითა, ხედითა და დიდი გულით განიცადა თქვენი წერილი ქართული ვეტერანებისა და საერთოდ ქართული ხალხისადმი უახლოესად და განუყრელი მეგობარი გახლავთ ქართული ხალხის იმ ეროვნული მოძრაობის ლიდერებისა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას და იმ გულანთებული თავგანწირვისა, რომელიც შედეგად მოიპოვა ქართულმა ხალხმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მაგრამ ვფიქრობ, საინტერესოა გითხრათ, რომ ქალბატონი დენიზ სუმბაძე არ ეთანხმებოდა აზრობრივად საბჭოთა კავშირის როგორც ხალხთა მეგობრობის კავშირის დასას და ჰელსინკის დეკლარაციას, როგორც დღესაც მიიჩნევს იგი სატყუარად და ავანტიურისტულ დეკლარაციას, რომლის მიღმაც სოროსისტული ერების ლიკვიდაციის თეორია ჰქონდა გამზადებული სიონისტური მოძრაობის ერების სამოქალაქო საზოგადოებად გარდაქმნის ფორმით. ქალბატონი დენიზ სუმბაძე დღემდე გააფთრებული იბრძვის მსოფლიოს იმძალების საფრთხებად და პასუხისმგებლობის მოსათხოვად, რომლებმაც დაუნდობლად ბოროტმოქმედების შეძლეს ქართული ხალხის ეროვნული მოძრაობის გულანთებული ლიდერების ფიზიკური განადგურება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბატონი უფროსი ბუშის პირადი აგენტის მსოფლიოს ეგრეთ წოდებული ახალი წესრიგის ერთ-ერთი არქიტექტორის სტატუსის შემოსილი საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ჩანაცვლება საქართველოს დამოუკიდებლობის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტის ქართული ხალხის მიერ არჩეულის ზვიად გამსახურდა საპრეზიდენტო სავარჯიშში. ქალბატონი დენიზ სუმბაძე, რომელიც პირველმა მიაყენა იდეოლოგიური მსოფლმხედველობის დარტყმა ბატონი ედუარდ შევარდნაძის შექმნილ პოლიტიკური გაერთიანებას ეგრეთ წოდებული მოქალაქეთა კავშირს, რომელმაც ქართული ხალხის თვალებში ნაცრის შეყრი შეეცადა სახელმწიფო იდეოლოგიას ჩაენერგა სოროსისტული თვითლიკვიდაცია ქართული ერისა, როგორც პერსპექტივა მისი ქართული ერის სამოქალაქო საზოგადოების გარდასახვა საკუთარი ისტორიული სამშობლოს ქალბატონი დენიზ სუმბაძე გახლავთ პიროვნება, რომელიც პროტესტი გამოუცხადა ბატონ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას და პირველმა აღադրა საკონსტიტუციო სარჩელით თუ საზოგადოებრივი გაერთიანების თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეის სახელით, რომელიც საფუძვლად დაედო უნივერსიტეტის კიბეებიდან ქართული სახალხო მოძრაობის მთელი რაობის
ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფუძნებული სახელმწიფო იდეოლოგიის მიმართ საპროტესტო საკონსტიტუციო სარჩელში გამოწვეული სახალხო მოძრაობა გამოხატული ექსპერტ სააკაშვილისა და განათლების განმართველებელი მინისტრის კახალომეის ხელმძღვანელობით გამართულ საგანმანათლებლო რეფორმას ქალბატონ დენიზე სუმბაძის აზრით. ქალბატონ დენიზე სუმბაძის ნიუ-იორკის ბიბლიის შემსწავლელი ქართოლოგიური ცენტრის ბიბლია და საქართველოს დამფუძნებელმა აღმოაჩინა მთელი თავისი ემიგრანტი მეგობრების თავად წინ მიაჩნია, რომ ბიბლიის არავით არის საერთო არა ქართველობასთან. სრულად ალტერნატიული ან ქართული ერის და საერთოდ ერების დაცვის სრულად საკაცობრიო თეოლოგიური პოლიტიკური მოძრაობა მესიის მახვილი ერის უფლება და ღირსება და განაცხადა პოლიტიკა, რომელიც ადამიანის უფლებამოსილებიდან ამოშლის მისი მშობლიური ერის ერად ყოფნის უფლებას და შეეცდება ადამიანის ბუნებაში ამოშრომის ბოძებული გრძნობა სამშობლო სიყვარულის ის ვერასდროს ვერ იქნება ადამიანის უფლებათა და ღირსებათა დამცველი. ქალბატონ დენიზე სუმბაძე თავის პოზიციებით შეიძლება ასე ითქვას მისივე საქართველოში არის უპირველესი თაყვანისმცემელი ცნობილი ამერიკელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბატონ დონალდ ტრამპის პოზიციებისა და ბატონი ტრამპის სრულიად თანხვედრილია ქალბატონ დენიზე სუმბაძის მიერ დაფუძნებული სრულიად საკაცობრიო თეოლოგიური პოლიტიკური მოძრაობის პრეზიდენტის პოზიციებისა ერისა და მორალის საკითხებში. ამიტომ იყო რომ საქართველოში იგი პირველი გამოიხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ მსოფლიოს სიონისტური მოძრაობის დაწესებული მსოფლიოს ახალი ანუ სიონისტური წესრიგის საპირისპირო პოზიციებს. არ დაგიმალავთ ერისშვილების როგორც ორგანიზაციის იდეოლოგიური მხედველობრივი კონსულტაციების მოწვეული და თქვენდამე წინამდებარე წერილის საპასუხისმგებლო ღირსეულობით ჩამოყალიბებული თქვენი საპასუხო წერილებისათვის ჩვენთვის ყველაზე კომპეტენტური მრჩეველი ჩვენ მოვიწვიეთ გასაცნობად თქვენი 2025 წლის 19 მოსალოცი წერილისა ქართული ვეტერანებისათვის. იგი აღმოჩნდა რომ ქალბატონ დენიზე სუმბაძე თვითონაც არის ადრესატი თქვენი წერილისა ქართული ვეტერანებისადმი და არ შეგვიძლია არ გაუწყოთ მისი ღელვარება ქართული ვეტერანებისადმი თქვენი მსოფლიო მოსალოცი წერილის გამო. მიუხედავად იმისა, რომ იგი თვითონ ფიზიკურად არასდროს ყოფილა ფრონტის ხაზზე სამამულო ომის ჯარისკაცად, თქვენმა წერილმა გაგვაცნო სამამულო ომში მისი მონაწილეობის ერთობ საინტერესო ისტორია, რომელიც მისი მშობლიური მამის სამამულო ომის განათლებული გულანთებული ქართული ჯარისკაცისა და შეუდრეკელი ვეტერანის განსახიერებას წარმოადგენდა. აღმოჩნდა, რომ როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ქალბატონ დენიზე სუმბაძე ახლად დაქორწინებული მისი მამიკოს პირველი შვილი წინახევრის გოგონა გახდა. სამშობლოს წინაშე მოვალეობის მოსახდელად დიდი სამამულო ომის განცდად აღიარებული დიდ განსაცდელში მყოფ წინახევრის პირველი ქალიშვილის მამას შალვა სუმბაძეს თავად ლეგენდარული ცხენოსანი მამის კახეთის და დუშეთის სახელგანთქმული რაინდის ანანური სამხედრო მცველის გიორგი სუმბაძის ვაჟიშვილს არ შეეძლო შორიდან ეყურებინა სამამულო ომისთვის და სანამ ოფიციალურად გაიწვიდნენ თვითონ ჩარიცხულან წვევამდელებში. უკვე გაწევრთან წაუღია თავისი პირველი შვილი დენიზე სუმბაძის ფოტოსურათი ფრონტის ხაზზე გამწესებულს კიტყვი ამ თქვენთან წარგზავნის თავისი მონატრებული გოგოს საკუთარი სურათი წინ დაუკიდია ტყვიამფრქვევზე თავისი ხატივით. მოწინააღმდეგეს მიერ ნასროლი და მის ტყვიამფრქვევთან წინაფეთქებული ყუმბარის განამსხვრევებს კი გოგონას მამიკოსთვის ფეხის თითები წაუცლია, მაგრამ მის სიცოცხლეს ვერ შეხებია. როგორც მამა ყვებოდა ჩემი შვილი გადამეფარაო. დაჭრილი მამა გადაუყვანეთ ლენინგრადის ჰოსპიტალში და გარკვეული მკურნალობისა და ჭრილობების მოშუშების შემდეგ მამაშვილი შვიდობით დაუბრუნებია თავიანთი ქვეყნის მშობლიურ ქალაქში კავკასიის აღმოსავლეთში მთიანეთის სამხრეთ ფერდების ერთი პატარა ქალაქშისა და დიდი ელია ჭავჭავაძე ერის მოძღვარი და კლასიკოსი და ბატონი შალვა სუმბაძე სხვადასხვა დროს მართლეები ყოფილან ამ პატარა ქალაქს, რომელსაც დღესაც დუშეთი ქვია. ასე რომ ჩვენი პატარა და მოკვდავებული გაერთიანება ერისშვილები, რომელთაც მომავალზე თქვენ უამრავი თვალსაზრისით ფიქრობთ და
წუხართ მოკრძალებით გიზიარებს საქართველოში მომწიფებულ სამხედროებრივ ტკივილსა და მიმართულებას. შეერაღებული დაპირისპირების ნაცვლად გადავიყვანოთ სოფლიოს ინტელექტუალურ განჯაში და ეს მიმართულება დავიწყოთ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნის კარლ იასპერსის ფილოსოფიური ანდერძით. მისი სახელობით საერთაშორისო სიმპოზიუმის მოწვევით მსოფლიო ეგრეთ წოდებული ახალი წესრიგით სიონისტური მანდატის სადღესო საკაცობრიო მასშტაბით. ქალბატონი დენიზ სუმბაძე შეიძლება ითქვას, რომ დღესაც ტყვიან ფორმთან დგას და საკუთარი სამშობლო და ქვეყნისა და კაცობრიობის სიცოცხლის გადარჩენისათვის იბრძვის. ასე რომ ჩვენი პატარა და მოკრძალებული ორგანიზაცია საზოგადოებრივი გაერთიანება ერიშვილები, რომელიც მომავალი თქვენ ძალზე ვერ ფიქრობთ, თუნდაც როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემკვიდრე თაობაზე გიზიარეთ საქართველოში მომწიფებული მიმართულება, შეერაღებული დაპირისპირების ნაცვლად გადავიდეთ და გადავიყვანოთ მსოფლიო ინტელექტუალურ განჯაში და ეს მიმართულება დავიწყოთ ქალბატონი დენიზ სუმბაძის შემოთავაზებული მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნის ებრაელი ერის ერთ-ერთი დიდი ქომაგის და რელიგიური ეგზისტენციალიზმის ფუძემდებლის კარლ იასპერსის ფილოსოფიური ანდერძის აღსრულებით. როგორც იქნება საუკუნის ცნობიერებით მოპოვებული ბიბლიის კაცობრიობის შეფასება, ისევ იქნება კაცობრიობის მომავალი. საჭიროდ გვესახება ქალბატონი დენიზ სუმბაძის შემოთავაზებული კარლ იასპერსის სახელობის საერთაშორისო სიმპოზიუმის მოწვევა, როგორც მსოფლიოს ეგრეთ წოდებული ახალი წესრიგის სადღეისო მანდატის კაცობრიობის აკადემიური მეცნიერული ხედვა და შეფასება. მინდა გითხრა, რომ ეს არის ჩვენი ინტელექტუალური ქველმოქმედების ერთ-ერთი გარდაუვალი აუცილებელი იდეა, რომელიც მსოფლიო საზოგადოებრიობას და უბრუნოს სიმართლესა და მორალის სმენასა და გარდაუვალ აუცილებლობის კაცობრიობის სიცოცხლისას. მერწილავ მადლობას, რომ შემთხვევითი შემახვედრა დამაახლოვა ქალბატონ დენიზ სუმბაძეს. სრულად საქართველოს საზოგადოებრივი გაერთიანება ინტელექტუალურ ქველმოქმედება ერიშვილები ხარს უჭერ ქალბატონ დენიზ სუმბაძის იდეას მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნის კარლ იასპერსის სახელობის საერთაშორისო სიმპოზიუმის მოწვევისას, როგორც ლოგიკურად აუცილებელსა და საჭიროს სადღეისო მსოფლიო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ბიბლიის როგორც კაცობრიობის მიერ აღიარებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წმინდა წიგნის სადღეისო შეფასებით რელიგიური ეგზისტენციალიზმის ფუძემდებლის სააზროვნო დასკვნითა და წინასწარმეტყველებით შუქი მოიფინება დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკურ აზროვნებას. მისეული ეგრეთ წოდებული ახალი წესრიგის საკაცობრიო ღირებულებებსა და ბიბლიურ მორალურ სმენის შეფასებულ იდეალებს, რაც მთავარია სიონისტური მოძრაობის ღვთიურ მანდატად დადასტურებულ მორალურსა და იურიდიულ ჭეშმარიტებებს. ჩვენ სამშობლოს სრულად საქართველოს ერთ-ერთი პატარა საზოგადოებრივი გაერთიანების ერის შვილების წარმომადგენლები ვეკითხებით დღევანდელ მთელს კაცობრიობას, მის დღევანდელ მსოფლიოს საზოგადოებრიობას, რომელი ეკოლოგიური კატასტროფის შესაძლო საფრთხეების მონოშუდში ცხოვრობს, რომელი იდეოლოგია ჭირდება დღეს კაცობრიობის მომავალს, ხალხთა მეგობრობის იდეით გაერთიანებული კაცობრიობის ზრუნვისა საკუთარი ღვთისმფარგლებული ებრაელი ხალხის პლანეტა დედამიწის გადარჩენისათვის, თუ იდეოლოგია ბიბლიური აბრაამის იმპერიის შექმნით და ბაქტერიოლოგიური ომებით და პლანეტარული სოდომ-გომორიზაციით, რომელიც თავად საკუთარი წმინდა წერილით დადგენილი ჯურის კანონით საკუთრი ბიბლიის ბრძანებით, ანუ ებრაელი ერის წმინდა წიგნითა და მისივე წმინდა ჯურის კანონით საფუძველია დედამიწის დამღუპველი გაუწმინდურებისა და ამოსუნთქვისა თავისი არსებობის საყრდენი ძალიდან. ასე რომ, ეხლა მივმართათ რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ვლადიმირ პუტინს. ბატონო ვლადიმერ პრეზიდენტო, მსოფლიო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო იცავდა, რომელიც ემატება დედამიწის ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევები, რაც გამოიხატება იმაში, რომ გლობალური დათბობა სულ უფრო იზრდება. ანომალიური წვიმები, მიწისძვრები, ვულკანები, ამოფრქვევები და ტორნადო ქარიშხლები სულ უფრო გახშირებული და კატასტროფულია ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ასეთი მოვლენები საერთოდ არ შეინიშნება. პრობლემის მოგვარება არა მარტო ხელისუფლების, არამედ თითოეული ჩვენთაგანის სისხორციელი ვალია. ჩვენი პირადი მოწოდებაა ის, რომ ორგანიზება გაუკვირდოთ წვანის საფარის ადგენას და მოუწოდოთ ყველა შემოგვიერთეთ ამ კეთილშობილურ საქმეში, არა მარტო საქართველოს მოსახლეობას, არამედ მთელი მსოფლიოს
კეთილი ადამიანები. მე ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის ერიშვილები გაწევრიანებული მოხალისეებით ვეწევით ნერგების დარგვა და ამით აღვასრულებ ჩვენი პატრიარქის უწმინდესისა უნიტარის ლინია მეორის მოწოდებას. და ვეთანხმები ბრაზილიაში საერთაშორისო კონფერენციის ინიციატივას, რომ დედამიწაზე დაირგოს 1 ტრილიონი ნერგი, რათა აღვადგინოთ დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობა დედამიწაზე. ერიშვილების თხოვნაა, რომ ამ ღონისძიებაში ჩვენთან ერთად მიიღოთ მონაწილეობა და თითოეულმა ჩვენთაგანმა დარგოთ 125 ძირი ნერგი, რომ გადავარჩინოთ დედამიწა კატასტროფისაგან. ჩვენი ღრმა რწმენი თქვენი პირადი მონაწილეობა ამ კეთილშობილურ საქმეში უდიდეს ენთუზიაზმს გამოიწვევს სოფლიო მოსახლეობაში და წარმატებით განხორციელება დიდი წამოწყება. პატივისცემით არასამთავრობო ორგანიზაცია ერიშვილების თავმჯდომარე რამაზ ბეჟანიშვილი. ტელეფონი 555 700000032. www.erishvilebij. მადლობთ. დიდი მადლობა.